მოგესალმებით ეთერშია დასწრების საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3.5 მილიარდ დოლარზე მეტით. ეს არის ერთ-ერთი განსაზღვრელი ფაქტორი ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკის განვითარებაზე. განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობა 50 ახალი ლოკომოტივისა და 1500 ვაგონის შესყიდვას გეგმავს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხდომაზე განაცხადა. საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის მიხედვით ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1500 ახალ ვაგონს. ასევე დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. ასევე შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს. ამის შედეგად ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლით. სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის. საქართველოში ვიზიტად მყოფი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერმეკ კოშერბაევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე ყურადღება გამოხულდა არაერთი მიმართულებით ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე, რაც კარგ საფუძველს წარმოადგენს სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობისთვის. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პოტენციალს და საქართველოსა და ყაზახეთის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას სატრანზიტო დერეფნის შემდგომი განვითარებისა და რეგიონულ დაკავშირებადობაში მისი როლის გაძლიერებისთვის, ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. ბევრ ქვეყანაში არსებობს ასეთი ინსტიტუტი, ძალიან ცუდი მაგალითებიც არსებობს მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ სწორად გაკეთდეს თუ გაკეთდება. ლოგიკა უნდა არსებობდეს განვითარების ინსტიტუტის არსებობაში. ამ ბანკის გამჭვირვალობა იქნება მნიშვნელოვანი. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს საქართველოს განვითარების ბანკის შექმნას. როგორც მან ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ საკითხზე საუბარი ჰქონდათ, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს. ცხადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინვესტორთა განწყობას და მოლოდინებს საქართველოს ეკონომიკისადმი არაფერი არ განსაზღვრავს და აჩვენებს იმაზე უკეთ ვიდრე რეალური ინვესტორების გადაწყვეტილებების საქართველოსთან მიმართებით. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინტერესი არის ძალიან მაღალი. ძალიან დაბალანსებულია ინფლაციის მაჩვენებელი და მისი მართვა ადეკვატურად ხორციელდება, რაც ბუნებრივია სანდოობას ზრდის სამომავლო პერსპექტივებთან მიმართებით. ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ არის ძალიან მაღალი, როგორც არსებული შედეგების, ასევე სამომავლო პერსპექტივების. ინვესტორების მხრიდანაც ძალიან სწორად არის შეფასებული შედეგები, რაც შედეგებსაც მიაღწია ეკონომიკური განვითარების კუთხით ქვეყანამ, განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია გონივრული მაკროეკონომიკური მართვის და პოლიტიკის საფუძველზე. ამავდროულად გლობალური გაურკვევლობის ზრდის ფონზე განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ომის გათვალისწინებით პერსპექტივის მიმართ გამოწვევები იზრდება. თუ კონფლიქტი მოკლევადიანი იქნება ველით, რომ საქართველოს ეკონომიკა ძლიერ ზრდას განაგრძობს, თუმცა უფრო ზომიერი ტემპით. ეს ბოლო წლების გონივრული მართვის გაგრძელება იქნება. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა თბილისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად მისიის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანმა ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა სურსათის და ენერგოგამტარებლების ფასების ზრდის გამო საბაზო ინფლაცია შეზღუდული რჩება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღწერს, რომ ჯგუფურად განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სამართალდამცველებმა ყაზახეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა შეიმუშავეს და ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 2004 წელს დაბადებულ დ.ას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და $30,000 მოსთხოვეს. მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 9 ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ცხელკოლზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 153 მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნათქვამია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკა-ირანის შეთანხმება კვირების განმავლობაში მიმდინარე ესკალაციის შემდეგ უკიდურესი ზღვარიდან უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის ოფიციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, შეთანხმება ქმნის საჭირო შანსს, რათა შემცირდეს საფრთხეები, შეჩერდეს რაკეტები, განახლდეს ნაოსნობა და შეიქმნას სივრცე დიპლომატიისთვის მდგრადი შეთანხმების მისაღწევად. ჰორმუზის სრუტე კვლავ უნდა გაიხსნას. ვესაუბრე პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს და მადლობა გადაუხადა მას ამ საწყისი შეთანხმების უზრუნველყოფისთვის. ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით მისიას დაახლოებით 15 ქვეყანა გეგმავს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავდაცვის საკითხებში მრჩეველებთან და კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. ამჟამად დაახლოებით 15 ქვეყანაა მობილიზებული და საფრანგეთის ხელმძღვანელობით გეგმის შემუშავებაში მონაწილეობს, რათა მიმოსვლის აღდგენის მიზნით ეს თავდაცვითი მისია ირანთან კოორდინაციით განხორციელდეს, განაცხადა მაკრონმა. მაკრონი აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმა, თუმცა აღნიშნა, რომ ლიბანში ვითარება კვლავ კრიტიკულია. ჩვენი სურვილია დავწმუნდეთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანსაც სრულად მოიცავს, აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ ვონსანის რაიონიდან აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით დაუდგენელი ტიპის მოკლე რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების ინფორმაციით, რაკეტებმა დაახლოებით 240 კილომეტრის მანძილზე იფრინეს. ასევე მათივე თქმით, სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ფხენიანის მახლობლად მდებარე ტერიტორიიდანაც გაუშვა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვება პროვოკაციას და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევას წარმოადგენს. ამერიკისა და ირანის მიერ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას მივესალმები. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა X-ზე წერს. მოვუწოდებ ყველა მხარეს რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით შეთანხმების პირობები დაიცვან. ევროკავშირი მზად არის მიმდინარე ძალისხმევას მხარი დაუჭიროს და რეგიონში პარტნიორებთან მჭიდრო კონტაქტში რჩება, წერს ანტონიო კოშტა X-ზე. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.